მე მინდა პირველ რიგში შევეხო დღევანდელ შექმნილ ვითარებას იმ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ კანონმდებლობას თუ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად ყოველდღიურად იღებს de facto ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის პრაქტიკულად გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ. ასე შეიძლება შევაფასოთ ის ყველაფერი, რაც ხდება და რაც ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება ის იყოს ეს ამ ფონდების დაყრდაღება, რამდენადაც ეს არის პრაქტიკულად ომის სოლიდარობაზე. ანუ ის, რაც დაიწყო და რაც წარმოადგენს ნამდვილად საზოგადოების გამოხატულებას სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან ან დაპატიმრებული, ან სამსახურიდან გაგდებული, ან კიდევ რომლებიც იხდიან სრულიად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომელიც 10-ჯერ აღემატება მათ ხელფასებს. ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან რომ გამოაჩინოს თავისი სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარდგენილი როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ ასე ვეღარ შევაფასებთ ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს არის რაც ეხება ფონდებს და რომელიც ქმნის ძალიან მძიმე თუნდაც სოციალურ სიტუაციას ბევრ ოჯახისთვის და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ სხვანაირად, მოვნახოთ გზები, რითაც ჩვენ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მეორე მიმართულება, თქვენ კარგად იცით, ჩემზე უფრო კარგად კიდევ, ის ახალი რეგულირება, რაც ეხება მედიას, ყველა ფორმის მედიას, რომელიც კიდევ ერთხელ არის მიმართული იმისკენ, რომ უფრო შეიზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მედიაში და უფრო შეამციროს ის სივრცე, რაც არის რეალურად თავისუფალი სივრცე. მერე ჩვენი და ეს ვითომც რაღაცა ბრიტანული კანონი ძალიან მომწონს, რომ ვითომც კოპირება მიდის ან ევროპული, ან ამერიკული კანონების, როგორც არის თურმე ფარა, მაგრამ ფარა აქ არის გამოყენებული სულ სხვანაირად, ეს არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ყველაზე, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე შპს-ებზე, ყველანაირი შეზღუდვები, რომ გარედან ვერც ერთი დაფინანსება ვერ შემოვიდეს ქვეყანაში. რაც ცხადი არის, იქნება ძალიან რთული ბევრისთვის, ვინც მიჩვეული იყო იმისით, რომ ეს დაფინანსება ეხმარებოდა იმ საქმიანობაში და ეს არის სრულიად ასევე ბუნებრივი და მინდა ვთქვა, რომ ის დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან მოდიოდა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ ეხმარებოდა, დიდწილად და ბევრად დიდწილად ეხმარებოდა სახელმწიფოს თავის პროგრამებში და ბიუჯეტში და ეს არის ის შედეგები ჯერ არ იგრძნობა და რომელსაც ძალიან მალე ვნახავთ ყველა დარგში პრაქტიკულად ეკონომიკის, იმიტომ არ არის დარგი, სადაც არ იყო ძალიან აქტიურად ჩართული ან ევროპელი პარტნიორი, ან ამერიკელი პარტნიორი, ეს იქნება სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა პროექტები, პროგრამები, რომლებიც ემსახურებოდა ჯანდაცვაში ჩვენ განვითარებას. და ის, რომ ეს ყველაფერი დღეს შეზღუდული არის ხელოვნურად, ნიშნავს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ იზოლირებული არის თავისი პარტნიორებისგან, არამედ ჩაკეტილისკენ მიდის. კიდევ ის, რაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმაღლესი იუსტიციის საბჭოს მიმართ, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად, მე მგონი, რომ ეს ნაბიჯიც აღარ იყო საჭირო იმისთვის, რომ ამაში დაბრწმუნებული ვიყავით, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი, როგორც ჩანს, არც ერთი ნაბიჯი არ არის ზედმეტი ამ ქართული ოცნებისთვის, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ აი აბსოლუტურად ყველაფერი არის ერთ ხელში და რასაც უნდა, იმას აკეთებს, რაც არ არის, მე რო ვთქვა, დიდი ძალის გამოჩენა.
ან თავის თავში დარწმუნების გამოჩენა. ამას რო აკეთებ, ესე იგი არაფერი არასოდეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შენ თავში დარწმუნდე, რომ ხარ ძლიერი. მაგრამ ამას აგზელებენ და ეს არის მათი სისუსტის რეალურად ნიშანი. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს არის საჯარო მოხელეების მიმართულება, რადგან იქ გრძელდება ადამიანების გაშვება სამსახურიდან უმოტივოთ, ანუ უბრალოდ ისეთი მოტივებით, როგორიც არის სოციალურ ქსელში თავისუფალი აზრის გამოხატულების გამო და რაც არის კიდევ ერთი ადამიანის უფლებების დარღვევა, ძალიან ხისტი დარღვევა და ის ფაქტი, რომ მაგალითად, რაზედაც მე ძალიან კიდევ უფრო წუხوار, რომ თავდაცვის სამინისტროდან მაგალითად 150 საჯარო მოხელე იქნა ამ ფორმით გამოშვებული და ეს ცხადი არის, რომ ასუსტებს ყველა ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არ არის მხოლოდ ის გაძლიერება ერთი პარტიული ყველა სამინისტროში, ეს ასევე ნიშნავს, რომ პროფესიონალები ტოვებენ ამ სამინისტროებს, იმიტომ რომ აქ არჩევანი არ კეთდება პროფესიონალიზმით, ვინ გაუშვა და ვინ არა. აქ უშვებ მხოლოდ ის, ვინც არიზიარებს შენ მოსაზრებას და ტოვებ იმას, ვინც არ არის მაინდა-მაინც კომპეტენტური, მაგრამ მონობისთვის არის მზად ყველანაირად. და არ დავივიწყოთ, შეიძლება ამით უნდა დამეწყო კიდევაც სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან ძალიან რთულ პირობებში და რომლებიც მიმართ სწორედ ახალი ფორმით სოლიდარობა უნდა კიდევ გამოვხატოთ. ეს არის ყველა ის თემები, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე ამ ქვეყანაში და რომლის ირგვლივ სწორედ ის ახალი კოორდინაცია, რომელზედაც მუშაობთ ახლა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უნდა იყოს ბევრად უფრო გამოხატული. იმიტომ ეს არის ის თემები, რომლებიც მართლაც გვაერთიანებს ყველას. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ გვაერთიანებს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთლიანად ქვეყნის გაერთიანება ხდება ამ თემების ირგვლივ, იმიტომ ეს არის ის თემები, რომელიც ვერცერთ ქართველს ვერ დატოვებს ინდიფერენტულს ამათ მიმართ, იმიტომ ეს არის ის, რაც ჩვენ კულტურაში, ჩვენ იდენტობაში ძალიან ძლიერად ზის და ამისი უარყოფა არავის არ შეუძლია. შეიძლება არ თქვას, არ გამოხატოს, იმიტომ რაღაცის დღეს ეშინია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელ საზოგადოებაში ამ ყველა მიმართულების კენ და მიმართ არის ძალიან დიდი ტკივილი და ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენ რაღაცნაირად გამოვასწოროთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა. სწორედ ამ კოორდინაციის ფარგლებში დღეს გაიგზავნა და ამ წუთებში იგზავნება ასევე, ეს არის საერთაშორისო მიმართულება, იგზავნება ერთობლივი წერილი, ჩემი ხელმოწერით, ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ამ მომენტისთვის ცხადია უკრაინას ძირითადად თავდაცვის ახალ პროექტებს და დაფინანსებას, მათი დაფინანსებას, სადაც არ წერია დღეს საქართველოს როგორც ერთ-ერთი თემა ამ დღის წესრიგის და სწორედ ეს იყო რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ არ შეიძლება რაც არ უნდა იყოს სხვა პრიორიტეტები და გასაგები არის ჩვენთვისაც, რომ ის სხვა პრიორიტეტები დღეს არითმენს და ნამდვილად უნდა იყოს როგორც პრიორიტეტი ისე აღქმული, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა გაფართოება ყოველ შემთხვევაში და ის რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე რაღაცა ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის აქ
სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით იგივე აგრესია საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების манипуляციაზე და შემდგომ იმაზე, რომ არის ხელისუფლება დღევანდელი მართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, ესე იგი, რომ გაუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა. ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება რომ საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირ ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება გაძლიერდეს და თანამშრომლობა. შავ ზღვაზე დღევანდელი ქართული ოცნება აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიას პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ, რომ ჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ საქართველო არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებაში და თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული. ასევე, როცა ლაპარაკი არის იმაზე, თუ რა უნდა იყოს ბედი ოკუპირებული ტერიტორიების, თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენ ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. ანუ საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა არსებობდეს დღეს ისეთი გამოწვევები, რომელიც ალბათ უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი ამ წერილის, ასევე იქ მოთხოვნა არის იმისი, რომ მომავალი ევროპული საბჭოს, რომელიც ჩატარდება ივნისის თვეში, თუ არ ვცდები, იქ უშუალოდ იყოს ჩაწერილი დღის წესრიგში საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ